მოგესალმებით ტრადიციულად ჩემი საყვარელი პოდკასტ ზონიდან და დღეს გიბრუნდებით მორიგი საინტერესო და თან ძალიან რადიკალურად განსხვავებული თემით. დღეს ვსაუბრობთ მენტალურ ჯანმრთელობაზე და რა თქმა უნდა ჩემი სტუმარი არის ამ მიმართულების ექსპერტი ბატონი გუგა სიხარულიძე, რომელიც გახლავთ ექიმი, ფსიქიატრი და არის გუგა სიხარულიძის მენტალური ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი. მოგესალმებით და დიდი მადლობა მოპატიჟებისთვის და ვფიქრობ, რომ საინტერესო საუბარი და სასარგებლო თქვენი მსმენელისთვის და მაყურებლისთვის გამოგვივა. მეც ასე მგონია, ვფიქრობ გამორიცხულია საინტერესო არ გამოვიდეს და ღირებული იქ სადაც თქვენ ხართ, იმიტომ რომ თქვენზე ლეგენდები დადის, როგორც აღმოჩნდა, არაერთი ჩემი ნაცნობი გიცნობთ თქვენ, გაძლევთ ძალიან ასე ვთქვათ, კარგ რეკომენდაციებს და ზოგადად, როგორც ცნობილია, საქართველოში აი ამ მიმართულების განვითარება დიდწილად არის დაკავშირებული თქვენს საქმიანობასთან და თქვენს პიროვნებასთან. იქამდე სანამ უშუალოდ გადავიდოდეთ თემებზე, მოდით თქვენს პიროვნულ კითხვას თქვენს პიროვნულ ასე ვთქვათ მიმართულებით შევეხოთ ამ თემას. თქვენ როგორ მოხვედით აი ამ მიმართულებას, რამ გამოიწვია ინტერესი და როგორი გზა გამვლეთ? ხო. საინტერესო კითხვა ძალიან, იმიტომ რომ იმ პერიოდში, როდესაც მე სამედიცინო უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ზოგადად მედიცინა და კლინიკურ საგნებს ვსწავლობ, თუ გაინტერესებს რაღაცა, როცა გადიხარ რაღაცაგანს, ყველა მოგწონს და ვფიქრობ, რომ თქვა ენდოკრინოლოგიას გადიხარ, მოდი ენდოკრინოლოგი გამოვალ, ქირურგიას, გაივლი ქირურგობა, გინა კარდიოლოგიას და ასე შემდეგ და ფსიქიატრია აღმოჩნდა, ასე ვთქვათ, ამ სიაში, ისეთი, რომელმაც ალბათ ყველაზე მეტად მომნუსხა და თან რა იცით რა, იმ პერიოდში ფსიქიატრია სამწუხაროდ არ იყო პოპულარული, ეს არის 90-იანი წლების ბოლო, არ იყო პოპულარული, საკმაოდ მაღალი სტიგმატიზირებული იყო და ფსიქიკური პრობლემა და მენტალური პრობლემები ასოცირებული იყო ძირითადად ეგრეთ წოდებულ ასათიანი ალბათ ყველას გაუგვია, იქ მდებარე, ფსიქიატრიულ დაწესებულებასთან. და ითვლებოდა, რომ ფსიქიკის პრობლემა იყო მხოლოდ ის პრობლემები, რომლებიც არის მძიმე მენტალური პრობლემები და ვთქვათ შფოთვა, რაღაცა ესეთი დეპრესია, ადაპტაციის დარღვევა, ძილის დარღვევა და შემდეგ, არც კი ადამიანის ცნობიერებაში და წარმოსახვაში, არც კი ასოცირდებოდა, რაღაცა ესე კლასიკურად მენტალურ პრობლემასთან. მე ვფიქრობ, რომ იმ ეტაპზე ალბათ ეს ჩემი აზრით რისკიანი გადაწყვეტილება იყო, იმიტომ რომ ძალიან პოპულარული და საკმაოდ ასე ვთქვათ, ესეთი პროფესიები არსებობდა, სადაც გაცილებით უფრო მარტივად გაიკვალავდი, ასე ვთქვათ, გზას და რისკების ნაკლები იყო პირდაპირ რო გითხრათ სხვა სპეციალობებში. თუმცა ალბათ ეს გამოწვევა იყო და შეიძლება ჩემ ხასიათსაც უკავშირდება, იმიტომ რომ ყოველთვის მიყვარს რაღაცა სიახლესთან, უცხოსთან, ეს გამოწვევებთან შეჭიდება და დღევანდელი ჩემი გადასახედიდან ეს ალბათ უალტერნატივოდ ერთადერთი და ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო. ძალიან დიდი მადლობა და თქვენ ახსენეთ სტიგმა და თქვენ ახსენეთ არაპოპულარობა ამ პროფესიის მაშინ, როდესაც თქვენ იწყებდით და სხვათა შორის ჩემ აქამდე ვინც სტუმრები მყოლია, ყველას ერთი გამაერთიანებელი ხაზი აკავშირებთ, რომ ყველა მაშინ იწყებდა თავისი მიმართულებით მუშაობას, როდესაც ეს არ იყო პოპულარული და დღეს ყველანი ხართ, ასე ვთქვათ, თქვენი მიმართულების ექსპერტები და რა თქმა უნდა დამატებით პატივისცემას იმსახურებს ეს ყველაფერი. მადლობა შეჭებას. ბატონო გუგა, თქვენ ახსენეთ, რომ სტიგმა ამ მომენტისთვის უფრო მეტად შემცირებულია და ადამიანების მიმართვიანობა გაზრდილი არის და ნაკლებად ეშინიათ იმის თქმა და აღიარება, რომ რაღაცა მენტალური გამოწვევები აქვთ, ხო? მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებით გამოწვევები აქვთ ადამიანებს, მაგრამ არის გარკვეული ალბათ თემები, რომლებიც დღემდე მწვავე ან მტკივნეული რჩება, ხო? და აი ყველაზე მეტად რას აი სტიგმის მიმართულებით ისევ რა წინააღმდეგობებს აწყდებიან თვითონ პაციენტების და თქვენს აი რას ხედავთ ამ მიმართულებით, როგორ შეაფასებდით ამ მომენტისთვის მდგომარეობას? ზოგადად სტიგმა მაინც მომდინარეობს რაღაცის შიშიდან, ხო, რაღაც გეშინია და მერე ასე ვთქვათ ეს ტრანსფორმირდება და ამას სოციალურ კონტექსტში ვეძახით ჩვენ სტიგმას, ხო? ზოგადად ეს ადამიანის ბუნებაა და ძალიან ბევრი რაღაცის მიმართ გვაქვს ჩვენ შიში, რაღაცის მიმართ დისტანციას ვახდენთ, არის სტიგმატიზირებული ესა თუ ის სფერო და მედიცინა ზოგადად საკმაოდ სტიგმატიზირებულია. ანუ ექიმთან მისვლა ჩვენ ექიმებსაც კი არ გვიყვარს და სიამოვნებით არ მივდივართ. თუმცა არსებობს რაღაც სპეციალობები მედიცინაში, როდესაც
თვითონ პრობლემა შეიძლება იმდენად შეგეშინდეს, რომ იმ შიშის გამო უფრო ადვილად მიიღო გადაწყვეტილება ექიმთან მისვლის. მაგალითად, ეს არის კარდიოლოგია. იმიტომ რომ, როდესაც ადამიანს მიაჩნია, რომ შეიძლება ქონდეს გულის პრობლემა, მოდი ასე ვთქვათ, ხო? ეს არასამედიცინო ენაზე. ანუ მას იმდენ ფიქრობს, რომ ამ გულის პრობლემის გამო ძალიან მაღალია რისკი სიცოცხლესთან შეუთავსებელი რაღაცა პრობლემის, ამიტომ უფრო ადვილად ლახავს და ამიტომ ყველაზე მარტივად ასე ვთქვათ, შეიძლება ვთქვათ, რომ კარდიოლოგებთან მიდიან, ასე ვთქვათ, ადამიანები და ადვილად მიმართავენ. ძალიან მარტივი რა ვიყო, ვთქვათ, სტომატოლოგთან მისვლაც საკმაოდ მაღალ სტიგმასთან არის დაკავშირებული და ჩვენც ხშირად ალბათ ზოგჯერ დასაწყის ეტაპზე ჩვენი სტომატოლოგიური პრობლემის არ ვიმართავთ. ბუნებრივია, ეს არის ჩვენ ვისაუბრეთ ახლა მედიცინის მიმართ ადამიანის დამოკიდებულებაზე, გარკვეულ შიშზე და სტიგმაზე, მაგრამ ეს ყველაფერი განსაკუთრებით კიდევ ერთი ნაბიჯით, ან შეიძლება ორი ნაბიჯითაც კიდევ უფრო მაღალია, როდესაც საქმე ეხება მენტალურ ჯანმრთელობას და რატო? ეს არის მნიშვნელოვანი, ანუ რატო? იმიტომ რომ როდესაც ადამიანს აქვს ფიზიკური, ანუ სომატურ პრობლემას ვეძახით ჩვენ ასე ვთქვათ ექიმები, ის ასოცირებული რიცი რა, მე თუ რაღაცა კუჭი გამიღიზიან და კუჭის პრობლემა გვაქვს, რაღაცა აი სუსტი კუჭი მაქვს რაღაცა ჩემ პიროვნებასთან, ანუ მაგალითად გუგასიხარულისთან ეს ასოცირებული არ არის და ანუ ვაბრალებთ სხვა ფაქტორებს, მაგალითად საკვები იყო ცუდი, ანუ ხარისხვანა შემდეგ, ხო? მენტალური ჯანმრთელობა ჩვენ აღქმაში ძალიან არის მიბმული პიროვნებასთან, ანუ მესთან, რომ მე თუ მაქვს რაღაცა ტიპის მძიმე თუ მსუბუქი მენტალური პრობლემა, ადამიანი ამას აღიქვამს როგორც რაღაცა მის პიროვნულ ხარვეს, ნაკლოვანებას, რომ და ალბათ გსმენიათ ესეთი ფრაზა, რომ იცი რა, ეს საკმარისად ძლიერი არ არის, თავი ხელში ვერ აიყვანა. ხვდებით, ანუ ეს არის მე ის ფრაზები და ის შეფასებები, რომლებიც ამ სტიგმის გააღრმავებას კიდევ უწყობს ხელს. ამიტომ ადამიანებს უფრო უჭირთ აღიარება მენტალური პრობლემის და იმ ნაბიჯის გადათქმა, რომ ეს პირველ რიგში საკუთარ თავსთან აღიარონ, მერე სხვასთან, ან სულაც ნაბიჯი გადადგან და შესაბამის სპეციალისტს მიმართონ. მე როგორც ფსიქიატრმა მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა ჩვენი ფსიქიკა ჩვენს პიროვნებასთან, ჩვენ პიროვნულ მახასიათებლებთან, ჩვენ ქარაქტეროლოგიურ თავისებურებებთან, რა თქმა უნდა, რომ ეს არის გარკვეულ კავშირში, მაგრამ კონკრეტული სიმპტომები და დაავადებები მაინც უფრო მეტად მიბმულია კონკრეტულ ფიზიკურ, ანუ ფიზიოლოგიურ პროცესებთან და როგორც მაგალითად ჩვენ არტერიული წნევის მატება პრინციპში ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს, თქვათ, გულის მუშაობის დარღვევა ან თირკმლის, ასევეა ფსიქიკის შემთხვევაში, ანუ ჩვენი მენტალური პრობლემები წარმოიქმნება მაშინ, როცა ტვინში ეს ფიზიოლოგიური პროცესები რაღაცნაირად იმ სინქრონს კარგავს და ისე სრულფასოვნად და ისე სწორად ვეღარ მუშაობს, რაც იწევს კონკრეტულ უკვე მენტალურ დაავადებებს. კიდე რაც შეიძლება ვთქვათ, ანუ არის ძალიან მნიშვნელოვანი რა არის დაავადება და აი მაგალითად შფოთვა ძალიან ხშირად, ანუ შფოთვა თითო როგორც ფენომენი ფსიქიკის თავისთავად არ არის ეს დაავადება. ანუ შფოთვა არის ადამიანის ფსიქიკის განუყოფელი აუცილებელი ნაწილი, რომელიც ჩვენ უნდა გქონდეს, იმიტომ რომ შფოთვის გარეშე და შიშის გარეშე ადამიანი უბრალოდ ვერ ფუნქციონირებდა, იმიტომ რომ ჩვენი ბრძოლის უნარიანობა, წინააღმდეგობის გადალახვის უნარი, ან ელემენტარულად რისკებს რო თავი ავარიდოთ, ხო, ჩვენ რო შიში და შფოთვა არ ქონდეს, მაშინ ყველანაირ ზედმეტად სარისკო ნაბიჯს გადავდგავდით და ესეთ დამაზიანებელი იქნებოდა. ამავე დროს შფოთვას და შიშს აქვს მაკომპენსირებელი უნარი, რომელიც რაღაცას დააკომპენსირებს, გადაიტანს რაღაცა მე რაციონალურ იმაჟს და ჩვენ მოვნახავთ ალტერნატიულ გზას ეს წინააღმდეგობა როგორ გადავლახოთ. ანუ ეს არის ჩვეულებრივი, ბუნებრივი პროცესი, რომელიც არის აუცილებელი, რომ ადამიანმა საკუთარ თავთან და გარემოსთან ჰარმონიული ურთიერთობა შეძლოს. მაშინ ჩდება კითხვა, როდის არის ეს დაავადება, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ დაავადება არის მაშინ, როდესაც შფოთვა არის ჭარბი.
ანუ ხე სიჭარბე როგორ გავზომოთ, თქვათ, ჩვენ შემთხვევაში ამას ლაბორატორიული კვლევით ვერ გავზომავთ, როდესაც მაგალითად ვიცით, მაგალითად თირეომასტიმულირებული ჰორმონი რა კონცენტრაციით უნდა იყოს სისხლში. ამას ჩვენ ფსიქიკის შემთხვევაში ვერ გავზომავთ. მაგრამ არსებობს კრიტერიუმები, რომელთაც ძალიან ადვილად შეგვიძლია ეს შევაფასოთ. როდესაც პირობითად სამი ასე ვთქვათ მექანიზმია, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შფოთვა არის ჭარბი. პირველი ეს არის, როდესაც სტრესთან შეუსაბამოა. ანუ რას ნიშნავს? ანუ სტრესის ძალა, თუნდაც ინდივიდუალურად, სუბიექტურად რო შევაფასოთ, გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ჩვენი რეაგირების ხარისხი. ანუ რაღაც მცირე პრობლემაზე ჩვენ ფსიქიკა წარმოქმნის უფრო დიდი მასშტაბის და უფრო ძლიერ შფოთვას. მეორე კრიტერიუმი ეს არის დრო, ანუ რამდენად დროში გახანგრძლივებულია. ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შეიძლება იყოს ძლიერი ერთჯერადი სტრესი და ამაზე ადამიანს ქონდეს ბუნებრივი ძლიერი შფოთვითი რეაქცია, ან შიშის რეაქცია, მაგრამ ანუ ეს მაპროვოცირებელი ფაქტორი რომ მოიხსნა და აღარ არის, ხო, ნელ-ნელა ფსიქიკამ უნდა შეძლოს ანუ ნორმალიზება და საწყის მდგომარეობაში დაბრუნება. რაღაცნაირად ასე ვთქვათ, ამორტიზაციაზეა საუბარი, ანუ სტრესი შეგვეხო, ჩვენი სტაბილურობა ფსიქიკის დროებით შეცვალა, მაგრამ გარკვეული პერიოდის მერე მან უნდა შეძლოს ისევ თავის საწყის პერიოდს დაუბრუნდეს. აი თუ ეს მექანიზმი, ანუ კომპენსაციის, ანუ დაბრუნების არის მოშლილი, ამ შემთხვევაშიც ითვლება, რომ ეს შფოთვა არ არის ნორმა, ანუ არ არის შესაბამისი და ადეკვატური სტრესთან მიმართებაში. და მესამე ვარიანტი, ალბათ ეს არის ესეთი ყველაზე განსხვავებული, როდესაც საერთოდ არ არის მიზეზი და შეიძლება ადამიანს სრულიად უწყინარ, არასტრესულ, კომფორტულ და სასიამოვნო ვითარებაშიც კი მოულოდნელად ყველანაირი ბრჭყალებში მიზეზის გარეშე, ანუ აწუხებს შფოთვა, ან შიში, ან ნებისმიერი სხვა მენტალური, ასე ვთქვათ, სიმპტომი. ესეც ბუნებრივია, ეს უკვე ისედაც ყველაზე ადვილად გასაგებია, ესეც ითვლება მდგომარეობად, როდესაც უკვე შფოთვა ჩვენ ფსიქიკაში არის უკვე როგორც პრობლემის, ანუ სიმპტომის, ან დაავადების სახით და არა როგორც ცხოვრების ფსიქიკის ნორმალური ადაპტაციური შემომადგენელი. ძალიან დიდი მადლობა. უკვე მარტო აი ამ პირველი პასუხიდან გავიგე უკვე ძალიან ბევრი ახალი და დარწმუნებული ვარ ჩვენმა აუდიტორიამაც. იცით რა არის, იქამდე მინდა სანამ ვიდრე უფრო სიღრმისეულად ჩავშლიდეთ ამ თემებს, მინდა ერთი ალბათ ყველაზე მარტივი კითხვით დავიწყოთ რა. მიუხედავად იმისა, რომ გაზრდილი არის თვითაღიარების მომენტი ადამიანების მხრიდან და ისინი და მიმართვიანობა შესაბამისად გაზრდილია სპეციალისტებთან, მაინც არის კითხვა, რომელიც რჩება მუდმივად, ხო? ხშირად ადამიანები ვერ ანსხვავებენ ფსიქოლოგის, ფსიქიატრის და ფსიქოთერაპევტის პასუხისმგებლობის ზონას და ვერ ხვდებიან, როდის ვის უნდა მიმართონ. შეგვიძლია რომ განვმარტოთ ახლა რომელი მიმართულება ვის? საინტერესო კითხვაა და აუცილებელიც და ძალიან მნიშვნელოვანიც, იმიტომ რომ თვითონ საკითხის დაყენება რომ შეადარო, ანუ როდის რომელი აჯობებს ან არის თუ არა ჯერ ის გადადგა და მეორე შემთხვევაში მეორე ეტაპზე ეს არის აბსოლუტურად ცუდარი მიდგომა და დამოკიდებულება, იმიტომ რომ სხვადასხვა როლი აკისრია, ანუ ფსიქოთერაპიას და ექიმს, ანუ ექიმი მკურნალობს მედიკამენტებით, ის კლინიკურად აფასებს სავს დიაგნოზს და მისი დახმარების მექანიზმი, ანუ ინსტრუმენტი ეს არის, ანუ მედიკამენტოზური მკურნალობა, იმიტომ რომ ჩვენ შემთხვევაში რაღაც ინსტრუმენტული, ასე ვთქვათ, ჩარევები ნაკლებად და პრაქტიკულად არ გამოიყენება. მეორე მხარე არის, ეს არის ფსიქოთერაპია, სადაც რა თქმა უნდა, იქაც ძალიან კარგია თუ ფსიქოთერაპევტი, ანუ კლინიკური ფსიქოლოგიც არის, რომელსაც უკვე კლინიკურადაც შეუძლია რომ შეაფასოს პრობლემა, მაგრამ ის დახმარება ეფუძნება უფრო კოგნიტიურ ემოციურ მხარდაჭერას, ინფორმაციის მიცემას, რჩევების მიცემას, რაღაცაზე დამოკიდებულებების და აღქმების გასწორებას და ცვლილებას და ასე შემდეგ. ეს რომ თქვათ აი სუბუქ შემთხვევაში მიმართე ფსიქოლოგს ან ჯერ თვითონ სუბუქის შემთხვევის ცნება არის ძალიან პირობითი, ძალიან სუბიექტური და ხშირ შემთხვევაში არასწორიც, იმიტომ რომ თვითონ პრობლემა რამდენად სუბუქია, ძიმია მარტო ერთი
ერთ ასე ვთქვათ ღერძზე მისი გაზომვა არ არის საკმარისი. ანუ შფოთვითი სიმპტომი რამდენად ძლიერია, ანუ არის რაღაცა შფოთვის მცირე შეტევა თუ პანიკური შეტევა, რა თქმა უნდა ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სიმპტომი რაც უფრო მკვეთრად არის გამოხატული, ეს არის ერთ-ერთი კრიტერიუმი იმის, რომ ანუ ეს პრობლემა უფრო მკვეთრად არის. მაგრამ ასევე შემოდის ძალიან ბევრი ფაქტორები, მაგალითად ხანგრძლივობა. ხო? თორე რამდენად ხანგრძლივია ეს პრობლემა, იმიტომ რომ რაც უფრო ხანგრძლივია, ეს არის ასე ვთქვათ აქსიომა ზოგადად მედიცინაში და ალბათ ბევრ რაღაცას ცხოვრებაში, რაც უფრო ხანგრძლივია პრობლემა, მით უფრო მიანიშნებს იმას, რომ მას უფრო ღრმა ფესვები აქვს, უფრო ქრონიკულობისკენ მიდრეკილია და შესაბამისად მისი აღმოფხრაც და მისი სწორი მართვაც ბევრად უფრო მეტ ძალისხმევას და ჩართულობას მოითხოვს. ეხლა რაც შეეხება თითო შედარებას, უყურეთ მედიკამენტი არის ჩვენ როცა საუბრობდით ანუ ფიზიოლოგიური პროცესების დარღვევაზე თავის თვისში. მედიკამენტი არის მოწოდებული, იმიტომ რომ შესაძლებლობის ფარგლებში დღევანდელი მედიცინის ეს ფიზიოლოგიური პროცესები და ის მექანიზმები, რაც იქ დარღვეულია, მაქსიმალურად აღადგინოს. ანუ საწყის მდგომარეობას ალბათ ზოგადად დაავადება არ არსებობს ისეთი, რომელიც 100%-ით იქუნება და ანუ ავადმყოფობის განვითარებამდე სრულად 100%-ით საწყის მდგომარეობას აღვადგენ. ჩვენ ახლა უბრალო გაციებაც რო ავიღოთ, ის გაციება გაგვილის თითქოს დაავადება 100%-ით წავიდა, მაგრამ ისიც რაღაცა პატარა კვალს მაიცტოვებს ჩვენ ორგანიზმში, ხო? იგივე თქვა სულდოს დროს ჩვენი ლორწოვანი ცოტათი უფრო დაზიანებული მაინც შეება. მით უმეტეს უფრო ესეთი გამოხატული პრობლემა. რაც შეეხება და შეუძლია მედიკამენტს ანუ ჩაერიოს ამ ფიზიოლოგურ პროცესში და მაქსიმალურად დაასტაბილუროს კონკრეტული სიმპტომის და პრობლემის გამოხატულების სიძლიერე, ხანგრძლივობა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაც შეეხება ფსიქოთერაპიას, ფსიქოთერაპია როგორც კი ბევრი მიმართულების არსებობს, თქვათ ფსიქოანალიზიდან დაწყებული ძალიან ბევრი სახის ფსიქოთერაპია არსებობს, მაგრამ დღეს ყველაზე მეტად ყველაზე ხშირად, ყველაზე უფრო მაღალ ეფექტური მოკლე კურსი და რაც ყველაზე მეტად გრძელვადია შედეგს იძლევა, ეს არის CBT, ალბათ ყველას გაგვიგია, ეს არის კოგნიტიური ბიჰევიორალური თერაპია, რომელსაც შეუძლია სწორი ინფორმაციის, ანუ სწორი კოგნიციების, სწორი, ასე ვთქვათ, ანუ ქცევითი უნარების ჩამოყალიბების ხარჯზე ჩვენ მკვეთრად აგვიბაღლოს რესურსი იმის, რომ რაღაც წინააღმდეგობები უფრო უკეთესად გადავლახოთ. მე აი ესეთი პატარა შედარება მაქვს ხოლმე მაგალითად, როდესაც ავტომანქანა დაზიანებულია, შეკეთება, ეს არის შეკეთება და არა სრულად გაახლება. ეს არის მედიკამენტოზური მკურნალობა და ფსიქოთერაპია ეს არის როდესაც ამ საჭესთან მჯდომი ადამიანი გაცილებით კარგად ისწავლის ამ მანქანის მართვას. შესაბამისად უმეტეს შემთხვევაში ერთობლივი ასე ვთქვათ მუშაობა და ორივე მიმართულებით ჩარევა ბევრად უფრო კარგ შედეგს იძლევა, როგორც მოკლევადიანად პერსპექტივაში, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში, იმიტომ რომ კარგად შეკეთებული მანქანა, კარგი ასე ვთქვათ მძღოლით, კიდევ უფრო სწრაფად, კომფორტულად და უსაფრთხოდ მიაღწევს დანიშნულების წერტილს. მადლობა. ბატონო გუგა, ჩაგეკითხებით რა ნაწილში იცით, როდესაც ადამიანი თვითაღიარებას ახდენს და ერთი არის უბრალოდ ის, რომ ადამიანი აღიარებს მის მდგომარეობას, ასე რომ ვთქვა და მიმართავს სპეციალისტს, მაგრამ მეორე მხარე არის სპეციალისტის პასუხისმგებლობის ნაწილიც, ხო? როგორი რამდენად ექსპერტია, რამდენად სწორად კომუნიცირებს, ასე ვთქვათ, მის პაციენტთან, რამდენად იცავს იგივე კონფიდენციალობას და ასე შემდეგ, ხო? და ვფიქრობ, ჩვენთვის, ასე ვთქვათ, მეორე მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე, როგორ შევარჩიოთ სწორად სპეციალისტი. თქვენი ექსპერტული გადმოსახედიდან თუ შეგეძლოთ რაღაც ავიც რჩევები, ან რეკომენდაციები მისცეთ ადამიანებს, სწორედ როგორ წარმართონ პროცესს. კონფიდენციალობის მომენტს ეს არ ეხება მარტო ჩვენ მენტალურ ჯანმრთელობას, ზოგადად მედიცინა არის მკაცრად კონფიდენციალური და ადამიანის პირადი, ანუ მონაცემები ყველა დონეზე, ყველა ასპექტში უნდა იყოს ძალიან მკაცრად დაცული. ეს ნებისმიერ სპეციალობაზე ერთნაირად ვრცელდება ეს, იმიტომ რომ პერსონალური მონაცემების, ასე ვთქვათ, დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ჩათვალეთ, რომ
იმდენად აუცილებელი ოპონენტია, რომ უბრალოდ არ შეიძლება რომ ამას ელემენტარულად ვიღაცა არ ყვევდეს. რაც შეეხება თქვათ გადაწყვეტილების მიღების პროცესს და თქვათ აი როგორ შეარჩიოს, არ ვიცი, ბევრი კრიტერიუმი არსებობს. სხვა ადამიანების გამოცდილება, რეკომენდაცია, ადამიანის რაღაცა ისტორიის მისი თქვათ აკადემიური მიმართულებით, იმიტომ რომ მედიცინა ზოგადად არის ისეთი სფერო, სადაც ბევრი კომპონენტი მუშაობს და ბევრი კომპონენტია საჭირო იმისათვის, რომ უფრო კარგი ექიმი იყო, იმიტომ რომ ეს არ არის მარტო განათლება, ეს არის კლინიკური, პრაქტიკული გამოცდილება, ეს არის სამეცნიერო მიმართულება, იმიტომ რომ მეცნიერება არ არის მხოლოდ იმისთვის, რომ უბრალოდ კარგი კვლევა გააკეთო და კარგ ჟურნალში გამოქვეყნეს. მეცნიერება და სამეცნიერო მუშაობა ექიმს აძლევს საშუალებას და გარკვეულწილად ვალდებულებას იმის, რომ ის იძულებული ხდება, რომ რაღაც საკითხებში ძალიან ღრმად ჩაიხედოს, პირობითად ერთი სამეცნიერო ნაშრომის გამოქვეყნებისა შეიძლება 150-200 მარტო სტატია სავალდებულო იყოს, რომ წაიკითხოს ხო ყველაფერს თავი დავანება. ამიტომ ესეც გარკვეულწილად ამდიდრებს ექიმის, სოფხედველობას რაღაცა და მისი რა ასე ვთქვათ, ანალიტიკა და აზროვნების ასე ვთქვათ, კუთხე კიდევ უფრო ფართო ხდება. ბატონო გუგა, აი ამ ნაწილში კიდევ ერთი კითხვაც მექნება და ალბათ შემდეგ უკვე უშუალოდ სხვა თემატიკაზე გადავიდეთ. უბრალოდ ერთი მხარე არის, როდესაც ადამიანს აქვს იმდენი რესურსი, რომ თვითაღიარება მოახდინოს და განსაზღვროს, რომ მას აქვს გარკვეული გამოწვევა და თავად მიმართოს სპეციალისტს, მაგრამ რა თქმა უნდა, არის ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც ადამიანი ვერ განსაზღვრავს, ან რაღაცა დაბრკოლებები აქვს თვითაღიარებასთან მიმართებით, ან სხვა პრობლემები თუნდაც რა მნიშვნელობა აქვს და არ მიმართავს სპეციალისტს. ამ შემთხვევაში ოჯახის წევრებისთვის ეს ხდება უკვე ალბათ ტრაუმული გამოცდილება, ხო? მათთვის რთულია, როდესაც ხვდებიან, რომ მათი საყვარელი ადამიანი საჭიროებს დახმარებას და ის ამნაბიც არ დგამს. ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოხდეს მსუბუქი ინტერვენცია ისე, რომ ეს იყოს ეფექტური და არ იყოს დამაზიანებელი მეორე მხარისთვის? ხო, უყურეთ, აი ხა როდესაც ჩვენ საუბრობთ და ვიღაცა გვიყურებს და გვისმენს, ხო? აქ იქნება ადამიანები, რომლებმაც შეიძლება თვითონ გამოადგეთ ეს ინფორმაცია საკუთარ თავზე, შეიძლება ოჯახის წევრზე გამოადგეთ ეს ინფორმაცია, შეიძლება თანამშრომელზე, ახლობელზე, მეზობელზე, ან სულიად რაღაც შემთხვევით ადამიანს რაღაც სიტუაციაში მისცეს სწორი ინფორმაცია. მთავარი არის მაღალი და სწორი ინფორმირებულობა. იმიტომ რომ, როდესაც ჩვენ რაღაც საკითხს ეს ყველაფერს ეხება და მათ შორის მენტალურ ჯამთან რაც უფრო მეტი ვიცით, უფრო სწორი რჩევა შეგვიძლია მივცეთ, უფრო სწორი გადაწყვეტილება და უფრო ადვილად შეგვიძლია ჩვენ საკუთარ თავზე მივიღოთ და ეს არის ალბათ მაღალი ინფორმირებულობა არის ერთადერთი სწორი გზა, რომ გავზარდოთ ჩვენ ადამიანების მიერ სწორი გადაწყვეტილების მიღების, პროცენტული თანაფარდობა. პირობითად რო გითხრათ, ძალიან ბევრი რო დავიწყოთ იქიდან, ძალიან ბევრი ფრაზები არსებობს, ესე დამკვიდრებული, რომელსაც ხშირად უნებურად, ზუსტად იმიტომ რომ ინფორმაცია არ გვაქვს, ჩვენ უშვებთ ხოლმე შეცდომას ადამიანები და ამით ხშირად ხელს კი არ უწყობთ და ადამიანს ვეხმარებით, რომ გაწყობილება ვიყოს, არამედ უფრო სტიგმატიზაციის, გაძლიერებას ხელს ვუწყობთ. მაგალითად, რა უნდა ამას მარტივია თავი ხელში აიყვანე, იცი რა, მე ეს გავაკეთე მარტივად გავმივიდა და შეგატო არ გამოგხო. და კიდევ უფრო ძიმე მაგალითი მოიყვანე თქვენ, ხო? იმიტომ რომ რეალურად ადამიანს, როდესაც აქვს გარკვეული პრობლემა ჯანმრთელობის და მათ შორის მენტალური, ისედაც თვით შეფასება, უკვე იცდება, ისედაც უცდება განცდა, რომ აი რატო დამემართა მე გესმით და რაღაცა აი ასე თქვა უფრო მინორულ ნოტაზე და დაქვეითებული თვით შეფასებისკენ მოდის ყოველთვის ჩვენი აღქმა. და როდესაც ადამიანს ეუბნები, რომ რატო ვერ აყავს თავი ხელში, რეალურად ამით პირიქით უფრო აძლიერებ ამ შეგრძნებას, იმიტომ რომ ეუბნები, რომ ეს არის მარტივი, ნახე იცი რა, ყველას გამოსდის შენს გარშემო და შენ არ გამოგდის. მას ნიშნავს ეს, რომ ყველა არის ჩვეულებრივი, მაგრამ შენ ხარ სუსტი. ამიტომ
ზუსტად აქ არის ის ფრაზები, რჩევები მნიშვნელოვანი, რომ უთხრას თუნდაც ახლობელ ადამიანს, ოჯახის წევრს, რომ იცი რა, ეს არის ჩვეულებრივი ჯანმრთელობის პრობლემა, როგორც ჩვენ რა ვიცი პატარ-პატარა პრობლემები ნებისმიერ ასაკში გვაქვს, ზოგჯერ ჩვილობიდან და დაბადებიდან გვაქვს პატარ-პატარა პრობლემები. ხო ესეა, ისეთივე პრობლემა უბრალოდ ამას ჭირდება, ანუ შესაბამისი დახმარება, რომ თუ გინდა რომ ეს პრობლემა მოუგარო. ბუნებრივია მე ადამიანი ამის სწორად გაცნობიერების მერე თვითონ იღებს გადაწყვეტილებას და უფრო სწორ გადაწყვეტილებას, ანუ მოახდინოს თუ არა ამაზე რეაგირება და დაიწყოს თუ არა ამ პრობლემის მოგვარების, ასე ვთქვათ, მართვა. მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ესეთი გამყოფი ხაზი, იმიტომ რომ შეიძლება მაინც იცით რა, აი წეგა ჩვენ საუბრობდით, რომ კი ბატონო, ამის იქით ფოთო არის ჭარბი და თქვით, რომ რაღაც სტრესორზე თუ მეტია, მაგრამ ჩვენ ხო მაინც ინდივიდუალური ეს ყველაფერი, ერთი რაღაცა სტრესი პირობითად რაღაცა ჭიქარო გაგიტყდა, ერთი ადამიანისთვის შეიძლება ეს არაფერი არ იყოს, მეორე ადამიანისთვის იყოს. ამიტომ აქაც მნიშვნელოვანი არის რა ფაქტორი შემოდის. ანუ რამდენად ეს ჩვენში სუბიექტურად იწევს დისტრესს და რამდენად ეს გვიშლის ჩვენ სოციალურ ან სხვა ტიპის ურთიერთობებში ან ფუნქციონირებაში. ანუ მედიცინას აქვს ორი ნაწილი. მედიცინას პირველი ნაწილი არის ის, რომ ადამიანს დაავადებაზე უნდა უკუნალოთ, იმიტომ რომ ის არ იყოს ან არ გახდეს სიცოცხლის შეუთავსებელი, ანუ არ გამოიწვიოს ეხლა ან მომავალში სიკვდილი, ხო ესეა. და არის მეორე ნაწილი მედიცინის, როდესაც კუნალობ მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემა არასდროს შეიძლება არ გახდეს, ხო, სიცოცხლისთვის საშიში და სიკვდილი არ გამოიწვიოს, მაგრამ ჩვენი ცხოვრების ხარისხი მკვეთრად გაუარესოს. ჩვენი სოციალური ფუნქციონირება შეზღუდოს, იმიტომ რომ და ფსიქიკური დაავადებები ძირითადად ესეთი დაავადებებია და უმეტეს შემთხვევაში თუ არ არის რაღაც ისეთ დაავადება, სადაც სუიციდის რისკია ან რაღაცა, ანუ სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ არის, მაგრამ ცხოვრების ხარისხის შემცირებით, გაუარესებით უბრალოდ. ანუ მათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გავლენა შეუძლიათ მოახდინონ ყველა სამედიცინო პრობლემები ერთად აღებული ვთქვა და ითვლება, რომ ანუ ეგრეთ წოდებული უნარშეზღუდულობის კუთხით, ანუ მესამე ადგილზეა, ანუ მენტალური პრობლემები. ეს არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემი. ანუ სხვა სიტყვებით ცნობიერების ამაღლება არის ერთ-ერთი მთავარი გასაღები, როგორც ასე ვთქვათ, თვითონ იმ ადამიანებისთვის სჭირდებათ დახმარება და იმ ადამიანებისთვისაც, ანუ დანარჩენი ადამიანებისთვის, იმიტომ რომ თუნდაც მათი ეს სტერეოტიპული დამოკიდებულება და არაკორექტული კომუნიკაცია მოქმედებს ამ ადამიანებს, ვისაც სჭირდებათ დახმარება და ისინი უფრო რეზისტენტულ პოზიციაში დგებიან შემდეგ და არ უნდათ სპეციალისტთან მიმართვა, ხო ესე გამოვიდა. მეტიც ანუ შეგვიძლია ვთქვა, რომ პირიქით ზოგჯერ არასწორი რეკომენდაცია პირიქით, ანუ პროცესს კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, ართულებს, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანი რაღაცა ზღვარზე იყოს, რომ მიიღოს თუ არა გადაწყვეტილება და არასწორმა ფრაზამ პირიქით გადმოწყვეტოს იქითკენ, რომ უფრო ჩაიკეტოს და უფრო პროტესტის ნიშნად, ან იგივე სტიგმის გაძლიერების კუთხით, ან თუ ჩვენი, ასე ვთქვათ, რეკომენდაცია თვით შეფასებაზე პირიქით უფრო ნეგატიურად დაარტყოს, შეიძლება პირიქით უფრო ამით გაურთულოთ მას ანუ სწორი გადაწყვეტილების მიღება. ბატონო გუგა, თქვენ ახსენეთ ასევე, რომ ეს მენტალური ჯანმრთელობის საკითხები შეიძლება ჩვილობიდანვე იყოს აქტუალური, ხო? და ამ შემთხვევაშიც ვფიქრობ, როდესაც აი ბავშვებსაც ემართებათ პირობითად რაღაცაში ფოთვები, დეპრესია და სხვადასხვა დიაგნოზები, ადამიანები მშობლები ხშირად ამას ვერ ამოიცნობენ და აბრალებენ პირობითად სიზარმაცეს, ინერტულობას და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში არის თუ არა რაღაცა თუნდაც რაღაც ზედაპირული მექანიზმები ან რაღაც რეკომენდაციები თუ შეგვიძლია გავუწევთ ამ შემთხვევაში როგორ ამოიცნოს სწორად ან რა ნაბიჯები უნდა გადადგან რომ სწორი განვითარება მიეცეს ამ პროცესს. აი მაგალითად თქვენ ახსენეთ ძალიან ხშირად ესე თქვათ სიზარმაცე, ხო? სიზარმაცე ეს არ არის რაღაც მენტალური, რაღაც ფსიქოლოგიური, ანუ დეფინიცია. ესმით ეს არის სოციალური დეფინიცია, როდესაც ადამიანი რაღაც ისეთი აქტიური არ არის და რაღაცები ეზარება. ამას ჩვენ თუ შევხედავთ, ანუ ფსიქიკის, ასე ვთქვათ, დარღვევის კუთხით, შეიძლება ქონდეს ძალიან ბევრი სხვადასხვა მიზეზი. სრულიად განსხვავებული ერთმანეთისგან
და სრულიად სხვადასხვა ჩარევა, რეაგირება, როგორც მედიკამენტოზურად, ასე ფსიქოთერაპიულად შეიძლება ჭირდებოდეს. მოდი სიზარმაცის მაგალითი განვიხილოთ. ანუ სიზარმაცი შეიძლება იყოს ელემენტარულად გადაღდილობის, ეს ემოციური გადაწყვეტის ეძახით ეს ზუსტი თარგმანი ასეა. უკაცრავად ინგლისურ burnout-ი, ხო? ასე ვთქვათ, საერთაშორისო ტერმინია შეიძლება ვთქვათ გამოყენებული, ანუ ამის მიზეზი, რომელსაც სულაც არ ჭირდება რაღაცა ესეთი ვიწრო სპეციალიზაციური ჩარევა, ალბათ შეიძლება უბრალოდ რაღაც ცხოვრების წესი, ზოგადი ესეთი რეკომენდაცია მიეცეს შესაბამისი სხვა ადამიანის ან თუნდაც სპეციალისტის მიერ და ეს დროთა განმავლობაში ეს პრობლემა შეიძლება იყოს აღმოფხვრილი, ხო ესეა? მეორე თქვათ განვიხილოთ სიზარმაცის ის რა შეიძლება იყოს დეპრესია. ანუ ადამიანს კი არ ეზარება რაღაც არ შეუძლია რაღაცა, იმიტომ რომ დეპრესიის დროს ადამიანს მიუხედავად იმისა, რომ აცნობიერებს და უნდა რომ რაღაც გააკეთოს, მაგალითად მოვიდეს ასეთ კარგ სტუდიაში, ასეთ კარგ პოდკასტში, მაგრამ არ შეუძლია, ვერ დგება, უნდა იცის, მოდი ხა მივალ ანისთან სასიამოვნო და საინტერესო საუბარი მიქნება, მაგრამ უბრალოდ არ შეუძლია, იმიტომ რომ არც ამის ხალისი არ აქვს, ასე ვთქვათ, ამის უნარი არ აქვს და ეს შეიძლება ახასიათოს მაგალითად დეპრესიას. ეს ეგრეთ წოდებული სიზარბა შეიძლება იყოს მესამე кейსი განვიხილოთ, ასე ვთქვათ, ეს შეიძლება იყოს მაგალითად როდესაც ადამიანს უჭირს გადაწყვეტილების მიღება და აი ბოლომდე გადადებს, ამას თავის ტერმინი აქვს, პროკრასტინაცია ქვია ამას, შეიძლება ეს იყოს პროკრასტინაციის მიზეზი, რომელიც ძირითადად სპეციფიური ხარაქტეროლოგიური, ანუ პიროვნული ხასიათის ადამიანებს ისედაც ახასიათებთ, უბრალოდ თუ ჭარბია ეს პროკრასტინაციაც უფრო მეტად არის გამოხატული და რაც მეტია მეტად უშლის ხელს, ხო? ეს არის ეგრეთ წოდებული ანანკასტური, ანუ ცოტა ობსესიური, აი ჭარ ფიქრებს ოძახით ჩვენ overthinking-იც ბევრი ინგლისური შემოვიტანეთ, მაგრამ იმდენად გავრცელებულია ეს ტერმინები, რომ ზოგჯერ უფრო ადვილად გასაგებია ხოლმე ადამიანებისთვის, ხო? ანუ overthinker-ებს ადამიანებს უჭირთ გადაწყვეტილების მიღება ხშირ შემთხვევაში და ეს რაც უფრო მეტად გვიჭირს, მით მეტად შეიძლება გადავდოთ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, ხო? მაგრამ სხვა უცხო თვალისთვის ამას შეიძლება ერქვა სიზარმაცე. ანუ ნახეთ, ამას ჭირდება ერთი კვირა რომ რაღაცა მოამზადოს და უფრო ლოგიკურია რომ თქვათ გამოცდისთვის მოამზადოს კვირაში ერთ თითო საათი იმეცანას, ხო? მაგრამ ნუ 6 დღე არაფერს არ გააკეთებს და მე-7 დღეს გააკეთებს და რატო ეს არმაცია იტყვიან, ხო? არ ეს არმაცია არა, შეიძლება გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდა რომ დამჯდარიყო. აი მეოთხე მიზეზი შეიძლება იყოს მაგალითად სიზარმაცის, შეიძლება იყოს ყურადღების დეფიციტის პრობლემა და ესეც ძალიან პოპულარულია და ძალიან ტრენდულია ADHD ყველა მისის თეოსოფლიოში და მათ შორის საქართველოში შეიძლება ეს იყოს მიზეზი ჩვენი სიზარმაცის უბრალოდ იმის გამო რომ ჩვენ კონცენტრაციის პრობლემა გვაქვს რაღაცას ვერ ვაკეთებდეთ, გულს ვერ უდევდეთ ბჭყალებში და ესეც იყოს ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის მიზეზის პოვნა, იმიტომ რომ ერთი არის რომ აი ესე შევაფასოთ თვითონ ახლა პრობლემა რა არის და მეორე არის ანუ მასშტაბურად, უფრო გლობალურად შევხედოთ პრობლემას, იმიტომ რომ მედიცინა ზოგადად ესეთი რაღაცაა და აი მე საინტერესო იქნება ამას თუ ვისაუბრებთ, რომ არა მარტო ერთი ადამიანის ერთი პრობლემის ბევრ მიზეზზე შეიძლება ვისაუბროთ, არამედ ძალიან ხშირად შეიძლება ვისაუბროთ სხვადასხვა სპეციალობების მიმართულებით ერთი პრობლემის კომპლექსურ მოგვარებასთან და კურნალობასთან და მართვასთან დაკავშირებით. აი, რადგან მაგ თემას შეეხეთ, ალბათ ჯობია უმჯობესია ჩავშალოთ ეს ნაწილიც, რომ ადამიანებს ხშირად გონია, რომ პირობითად ერთი რაღაცა სიმპტომი, როდესაც გვაქვს და მივდივართ კონკრეტულ სპეციალისტთან, სინამდვილეში აი ამ არ ვიცი რა დავარქვა სიმპტომის წარმოშობა დაკავშირებული შეიძლება იყოს სხვადასხვა რიგ პრობლემებთან, ხო? და როგორ უნდა მართოს თვითონ პაციენტმა ეს პროცესი, რომ მარტო მინდობილი არ იყოს ექიმის, ასე ვთქვათ, კომპეტენციაზე.
საერთოდ ექიმს როცა მიმართავთ და მინდა ვიყოთ. იმიტომ ეს არის სწორი, მაშინ არ დამოვიდეთ ექიმთან, თუ მას არ ვენდობით, ან იმ ექიმთან არ დამოვიდეთ, რომელსაც არ ვენდობით. თუმცა ეს არ გულისხმობს, რომ ჩვენ არ ვიღებდეთ მონაწილეობას ჩვენ ჯანმრთელობის პრობლემის მართვაში და ექიმმა ყველაფერი უნდა გააკეთოს. არა, არც ეს არის სწორი. ანუ ნდობა არ ნიშნავს ჩვენ არ ჩართულობას. არა. ნდობა ნიშნავს, რომ ამ ადამიანის რეკომენდაციების შეფასება, დასკვნები არის ჩვენთვის სანდო, მისაღები, მაგრამ ამავე დროს ექიმმაც უნდა გააკეთოს ისე, რომ თვითონ პაციენტის მაქსიმალურად სწორად ჩართოს თავისი ჯანმრთელობის პრობლემის მართვაში, იმიტომ რომ ჩვენ თუ არ ვართ სწორად ინფორმირებული, ჩვენ თუ არ ვართ ინფორმირებული თუნდაც იგივე წაბლების მოქმედებაზე, მათ სარგებელზე, თუნდაც გვერდით ეფექტებზე, ან გრძელვადიანი გამოყენების შემთხვევაში მის უსაფრთხოებაზე, ან რისკებზე და ასე შემდეგ, ანუ ჩვენ ჩართულობა თუ არ, მაგრამ ეს არ გულისხმობს, რომ ჩვენ რაღაცას არ ვენდობით. არა, უბრალოდ ჩვენ უნდა მივიღოთ ჩვენ თვითონაც და ექიმისგანაც სწორი და ამომწურავი ინფორმაცია, რომ პირიქით, ანუ აღარ მახსოვს ეს ძველი ბერძენი ჰიპოკრატეს ვისი ნათქვამი, მაგრამ თუ არსებობს ექიმი დაავადება, ექიმი პაციენტი და დაავადება და თუ პაციენტი და ექიმი დგებიან ერთ მხარეს, დაავადების დამარცხება ყოველთვის უფრო ადვილია, ვიდრე ყველა სხვადასხვა მხარეს რო არიან. ამიტომ ეს კოლაბორაცია, თანამშრომლობა და გაერთიანება ექიმის და პაციენტის დამარცხდა უფრო სწორად და ეფექტურად დავამარცხოთ, ანუ სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კი, რა თქმა უნდა, გეთანხმებით, უბრალოდ ეს კითხვაც იმით იყო გამოწვეული საზოგადოებაში ფორმირებული აზრებიდან გამომდინარე, რომ ძალიან ხშირად ქართულ მედიცინას ცოტა ეჭვის თვალით უყურებენ ხოლმე ადამიანები და ძალიან ასე ვთქვათ, ხშირად აი თქვენს დარწმუნებული ალბათ გექნებოდათ პრაქტიკაში ესეთი შემთხვევა, ან ხშირად ხუმრობდნენ ხოლმე, რომ ექიმთან მიდიოდნენ და ექიმებსაც რაღაც წამას დაუნიშნავდა მედიკამენტს, პასუხობდნენ, რომ უი არა, ჩემ მეზობელი სხვა სვამს ან რაღაცა მსგავსი, ანუ ცოტა არ ვიცი ამას უნდობლობა ქვია ცნობიერების, დაბალი ცნობიერების დონე ქვია თუ ყველაფერი შეიძლება ერთად იყოს, მაგრამ ანუ ალბათ ეს რაღაც კომპლექსში უნდა მუშაობდეს, ხო, ადამიანის თვითონ რაღაც გათვითცნობიერებული უნდა იყოს, რომ ხვდებოდეს გაფილტროს რაღაცა. ან არის რომ პირობითად ერთ ექიმთან მიდიან და მის გამოწერილ წამლებს და მედიკამენტს მე სხვა ექიმთან ამოწმებენ და იქედან ფილტრავენ, ვინ უფრო მეტი დაუნიშნა, იმიტომ რომ ეს გარკვეულწილად კიდევ სხვა თემებთანაც არის დაკავშირებული, ხო? აი, მაგალითად, ესეთი ჭორებიც მუსირებს ხოლმე, არ ვიცი რამდენად კორექტულია ხა ამის გაჟღერება, მაგრამ უბრალოდ მინდა რომ გავაჟღერო ის ტკივილები, რაც აუდიტორიას აქვს, ხო? რომ ხშირად პირობითად ექიმებიც არიან რაღაც გარიგებული პირობითად რაღაც ფარმაცევტულ კომპანიებთან და ურჩევენ პაციენტებს იმ წამლებს, რომელიც შეიძლება მას რეალურად არ სჭირდებათ მათ და ანუ აი ეს ტკივილები განაპირობებს გარკვეულ უნდობლობას და აი აქედან იყო ჩემი კითხვაც. ხო, სამწუხაროდ მე ბოლოდან დავიწყებ, ანუ კეთილსინდისიერების მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია და ალბათ მედიცინა არის ის სფერო, სადაც ყველაზე მეტად მოეთხოვებათ ჩვენი სპეციალობის ჩემ კოლეგებს, რომ ეს ნაწილი ანუ მაქსიმალურად რაც შეიძლება ასე თქვა დავიცვათ და სწორად, თუმცა სამწუხაროდ ყველაფერში არსებობს კეთილსინდისიერი და არაკეთილსინდისიერი მიდგომები და სამწუხაროდ ამას ვერ გავექცევთ. რაც შეეხება ნდობას ექიმების მიმართ, აი ამ ნაწილში შემიძლია მე თქვენ ასე ვთქვათ, კანარ დაგეთანხმოთ, უბრალოდ დავამატო. ეს არის, ანუ თქვენ ახსენეთ საქართველოს, ასე ვთქვათ, ჭრილში, საქართველოს ჭრილში არ არის, ძალიან ბევრი პაციენტი მყავს საზღვარგარეთ, მცხოვრები ქართველები და არა მარტო ქართველები და ყველა ქვეყანაში ესეა. ანუ ყველა ქვეყანაში შიში და უნდობლობა ექიმების მიმართ არის საკმაოდ მაღალი. რა თქმა უნდა, სადღაც მეტად, სადღაც ნაკლებად, სადღაც ეს არის ობიექტური გარემოებით განპირობებული, სადღაც სუბიექტური გარემოებით, იმიტომ რომ შეიძლება ორი მხარე მუშაობს, იმიტომ რომ უნდობლობა შეიძლება იყოს გამოწვეული იმით, რომ ადამიანს ელემენტარულად შიში აქვს გესმით და ამოწევს არა იმიტომ, რომ თქვათ არ ინდობა ექიმს, არამედ მას აქვს რაღაცა შინაგანი შიში, რომ ყოველთვის ყველაფერი უნდა გადაამოწოს, ვინც არ უნდა იყოს. დიახ, ამიტომ ეს ფაქტორიც არის. ამიტომ აქაც მე მაგალითად არასდროს არ ვარ წინააღმდეგი, რომ ადამიანმა რაღაცა გადაამოწოს პირიქით. მე მომხრე ვარ, რომ
ყველა ადამიანმა იცოდეს დიაგნოზი, ყველა წამალზე ინფორმაცია ქონდეს და პირიქით თუ ადამიანმა რაღაცა კიდე აღმოაჩინა და თუნდაც იპოვა საინტერესო ინოვაცია რაღაცა აღმოჩენა და ექიმთან მივა და ასწავლის, ანუ მე ამის წინააღმდეგიც არ ვარ. ამიტომ არის ხომ ესეთი კითხვა კიდე რამდენად სწორია, არასწორია თუ დიაგნოსტიკა, რამდენად სწორია, არასწორია, როდესაც ჩვენ ადრე ეს იყო რომ დავგუგლე ხა, ადრე ყველაფერი გუგლი, ახლა უკვე ბოლო ეხა ყველაფერი ანუ AI-სთან მივიდა და ანუ კითხო თუ არა, რატომაც არ უნდა კითხო, უნდა კითხო, იმიტომ რომ თუ ის AI-ც თუ ის და Google-აც პირიქით ინფორმაციას მიიტანს სწორად და ექიმს მიეხმარება, რომ კიდევ უფრო სწორი გადაწყვეტილება მიიღოს, მე ვფიქრობ, რომ ამაში საწინააღმდეგო არაფერი არ უნდა იყოს და პირიქით შეიძლება დაეხმაროს კიდევაც ექიმსა და პაციენტსაც. მაგრამ უყურეთ რა შეა საქმე, თავარი არის დოზა. ანუ ყველაფერი ჩვენ როცა ვამბობთ ახლა ეს წყალი, რომელსაც აგერეთ იქით ჩვენ გვიდგას, ანუ კარგია ცუდია, ერთმნიშვნელოვნად ზოგადად წყალი კარგია, მაგრამ ნუ მასაც თუ რაღაც რაოდენობაზე მეც მივიღებთ, ისიც შეიძლება საზიანო იყოს ჩვენი ორგანიზმისთვის. ამიტომ კარგია, როდესაც ჩვენ ვიძიებთ ზოგად ინფორმაციას, უბრალოდ პრობლემის შესახებ მივიღოთ ინფორმაცია ზოგადი და მაღალი ჩვენი ინფორმირებულობა გავზარდოთ, მაგრამ ალბათ იმ დონეზე მისვლა, რომ დიაგნოზი დავისვათ საბოლოო, ასე ვთქვათ და უკვე მკურნალობის საკითხში, ანუ რაღაც კონკრეტული წამლები დავინიშნოთ, შეიძლება რაღაც წავიკითხოთ და ვნახოთ, რომ იცი რა, რაღაცა ამ ჯგუფის და ასეთი წამლები, ასეთი ტიპით, ამ ხანგრძლივობით ინიშნება. მე ვიღოთ ინფორმაცია, მაგრამ მე უკვე სპეციალისტმა ძალიან ბევრი ფაქტორი უნდა შეადაროს, აწონდაწონოს, გაიაზროს რაღაცა უფრო მასშტაბურად და მარტო კიდე ის რა მედიცინაში აი ყურეთ არსული გამოცდილება, მაგალითად ეს წამალი ადრე მომიხდა და ეხლა მომიხდება. ან ჩემნაირი პრობლემა სხვას ქონდა და მეც მომიხდება. ესე არ მუშაობს ადამიანის ორგანიზმი, იმიტომ რომ ჩვენ დაავადების, ჩვენ ჯანმრთელობის პრობლემის მართვისას შეიძლება რაღაც ეტაპზე, თქვა ხანგრძლივი ეს პროცესი, ხო? იმ ეტაპზე ის წამალი, იმ დოზით, იმ წამლებთან კომბინაციაში იყო საჭირო, მაგრამ 2 და 3 თვის მერე სრულიად სხვა კომბინაცია შეიძლება რადიკალურად შეცვლილიც კი იყოს საჭირო. ამიტომ ეს არის ცოცხალი დინამიური პროცესი. დინამიური პროცესია და ბევრი არის, ასე ვთქვათ, ესეთი ობიექტური და სტანდარტული გარემოებები, მაგრამ ძალიან ბევრია სუბიექტური გარემოებები. იმიტომაც მიუხედავად ხელოვნური ინტელექტისა, რომელიც ძალიან ფართოდ შემოდის მედიცინაში და ამას ხოლმე მივესალმებ მე პირადად, იმიტომ რომ ეს ექიმის შრომასაც ძალიან გაადვილებს, უფრო სწრაფად, უფრო სწორი დიაგნოზის დასმასაც გაადვილებს, მაგრამ მაინც საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით ანუ არის იმ ცოდნაზე და იმ გამოცდილებაზე, რომელიც ჯერჯერობით ხოლმე ადამიანს შეუძლია. თქო. თქვენ ახსენეთ ასევე თვითდიაგნოსტიკა და თვითმკურნალობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია, ვფიქრობ არა მარტო მენტალური ჯანმრთელობის, ზოგადად ჯანმრთელობის ასპექტში, მაგრამ ამ ბოლო დროს განსაკუთრებით, ასე ვთქვათ, ბადაღებული ტერმინები არის თქვენ რაც ახსენეთ, პროკრასტინაცია, ADHD, PTSD და ასე შემდეგ ეს ტერმინები რაც ვისწავლეთ ადამიანებს, ეს ცნობის მოყარეობა, ასე ვთქვათ, გვაიძულებს, რომ დავგუგლოთ ინტერნეტში ტესტები გავაკეთოთ და ჩვენით დავუდგინოთ საკუთარ თავს დიაგნოზი, რომ ჩვენ თურმე გვაქვს ADHD მაგალითად რა. ან სხვა ასე ვთქვათ, სხვა სიმპტომების მიხედვით, სხვა ასე ვთქვათ, დასკვნა გამოვიტანოთ. აი რა სიტყვით ამაზე რამდენად როგორ უნდა გავფილტროთ ეს პროცესი და ვინდოთ თუ არა ტესტეს. ხო, აი ეს ზუსტად სწორად ბრძანეთ, ანუ ეს ორი დიაგნოზი საკმაოდ ისეთი ტრენდული და პოპულარულია სოფლიოში. და ანუ ბუნებრივია საქართველოშიც, იმიტომ რომ დღეს ყველაფერი სოფლიოში ელვისის სწრაფით ვრცელდება. იცით რა არის მოდი ჯერ ანუ ყურადღების დეფიციტის, ანუ და ჰიპერაქტივობის პრობლემაზე, ანუ ADHD-ზე ანუ ჩვენ რო ავიღოთ, ანუ და დავფიქრდეთ, ან რაღაც კითხვარი შევავსოთ, ან რაღაც ჩვენს რეტროსპექტულად ჩვენ რაღაც ეტაპს, ალბათ ძნელად თუ მოიძებნება ესეთი ადამიანი, რომელსაც თქვათ ყურადღების კონცენტრაციის გარკვეულ ეტაპზე რაღაც პრობლემები არ ქონია, ჰიპერაქტივობა უფრო ნაკლებად რა. მაგრამ უყურეთ,
ADHD-ს არის დიაგნოზი, რომელსაც გარდა ამ სიმპტომების აქვს ძალიან ბევრი სხვადასხვა კრიტერიუმი, როდესაც ჩვენ შეიძლება ვისჯეროთ ამ დაავადების არსებობას, იმიტომ რომ ჩვენი ყურადღების კონცენტრაცია ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, გარე თუ შიდა ფაქტორებად ძალიან ბევრმა რაღაცამ შეიძლება დაარღვიოს და ეს არ იყოს კონკრეტულად საკმარისი იმისათვის, რომ ჩვენ ვისაუბროთ ამ დაავადებას. მეორე, ამ დაავადებას აქვს თავისი სიმძიმეები, ხარისხები და ძირითადი პრობლემა, რასაც წარმოქმნის ADHD არის ის, რომ ადამიანს მკვეთრად უშლის ხელს სოციალურ ფუნქციონირებაში, ადაპტაციურ პროცესებში და სწავლის ანუ წარმატებაში უშლის ხელს. აი იქიდან გამომდინარე, რომ არის მანდ მნიშვნელოვანი, რომ რამდენად გამოხატულია ეს სიმპტომები, რამდენად ამ სამ კომპონენტში უშლის ხელს, იმიტომ რომ მისი სამკურნალოწამლო მედიკამენტები, რაც ეფექტურია, არსებობს წამალი არ ვიცი რამდენად სწორია დავასახელო არ დავასახელო, მაინც არ დავასახელებ, რომელიც ძალიან უსაფრთხოა, მაგრამ ძალიან ნაკლებად ეფექტურია, რაც უფრო მაღალი ეფექტურია ADHD სამკურნალო წამალი, უფრო მეტ რისკებთან არის, რომ დამოკიდებულება მოხდეს. ამიტომ იქ სწორი შეფასება და განსაზღვრა რომ რა არის ამ წამლის დანიშვნის შედეგად, ანუ სარგებელი და რა რისკები შეიძლება მოუტანოს, ანუ იმიტომ რომ დამოკიდებულებას იწვევს ეს მედიკამენტები, ანუ ამის შეფასება და აწოდნაწონვა ალბათ ეს არა მარტო სპეციალისტის, არამედ სპეციალისტმა უნდა განიხილოს პაციენტთან ერთად და დანიშნოს. რაც შეეხება პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას, ესე ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა გითხრათ, რომ ჰიპერამჭარბი დიაგნოსტიკა ხდება ამასთან დაკავშირებით. ამაზე შეიძლება კიდევ უფრო თამამად ვისაუბრო მე პირადად, იმიტომ რომ ორივე ჩემი სადოქტორო თემა, ერთი საქართველოს დაცული და მეორე ჩემი ლეიდენის უნივერსიტეტში პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობაზეა. ხო, ანუ პოსტტრავმული სტრესული აშლილობა ეს არ არის, ეს საკმაოდ ესეთი სოლიდური დარღვევა, მოდი ამ სიტყვას ვიხმარ, რომელიც არნიშნავს იმას, რომ რაღაც სტრესი გადავიტანი და მე ამ სტრესთან რაღაცა ასოციაციური ან ემოციური ბმა მაქვს უბრალოდ და მახსენდება რაღაცა ემოციურ დისონანსს იწვევს. არა, ამ პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობა ერთ-ერთია ეს არ არის სტრესთან, ეს არის ნახეთ სახელიც ასე ქვია, ეს არ არის პოსტსტრესული აშლილობა, ეს არის პოსტტრაუმული აშლილობა. სტრესი და ტრაუმა საკმაოდ სხვადასხვა რაღაცაა. ტრაუმა ეს არის ისეთი ტიპის სტრესი, რომელიც რაღაც ფაქტი მოხდა, რომელიც რისკქვეშ აყენებდა ჩვენ სიცოცხლეს. გესმით? ანუ თქვათ რაღაც სამსახურის დაკარგვა, რაღაც ფინანსური რაღაც, ეს არ არის ტრაუმა. ტრაუმა არის მაგალითად რაღაცა ესეთ ძალადობა, გატაცება, რაღაცა როცა ყლელობას, ანუ რაღაცა სერიოზულ ფიზიკურ ძალადობას, ალკოჰოლობის ცოლობა იყო, ან შეიძლება ჩემზე არ იყო, მაგრამ შევესწარი. ანუ ისეთი ქმედება, რომელიც განხორციელდება ჩვენთან მიმართებაში, ან ჩვენ შევესწარით, რომელიც ანუ სიცოცხლის მოსპობის რისკებს შეიცავდა. ესეთი შეიძლება იყოს მაგალითად დაავადების გადატანა და მინდა გითხრათ, ეხა უკვე ეს კოვიდის და პანდემიის თემა ცოტა კი რაღაცნაირად დეზაქტუალიზდა რა, აღარ არის ესეთი აქტუალური, მაგრამ როდესაც დაიწყო კოვიდ პანდემია და საქართველოში ანუ 20 წლის ანუ მარტში გაჩნდა პირველი ასე ვთქვათ შემთხვევები და როდესაც სიკვდილიანობა იყო მაღალი, მე ჩვენ იტალიის მაგალითებს უყურებდით, რომ 10,000-ობით და 100,000-ობით ადამიანი იღუპებოდა. ეს ავადობა იმ ეტაპზე რამოდენიმე თვე იყო ტრაუმა. იმიტომ რომ ადამიანს რო კოვიდი ემართებოდა, ის ფიქრობდა, რომ მას საკმაოდ მაღალი პროცენტით შეიძლება მისი სიცოცხლე დასრულებულიყო. მაგრამ კოვიდი ეხლაც არსებობს, ეხლაც გვემართება, ჩვენ ზოგი ადამიანი კიდე მიდის და ტესტს იკეთებს, მაგრამ ჩვენ ხო ეხლა აღარ გვეშინია ესე. ჩვენ ვიცით, რომ არ არის კარგი ეხლაც რომ კოვიდი დაგემართება, მაგრამ სიცოცხლის რისკებს არ შეიცავს, მაღალი რისკები არ არის, იმიტომ ისე არ გვეშინია. ამიტომ ეს ფაქტორიც არის, გესმით, ანუ ჩვენ შეიძლება ტრაუმად გაგვეხილა კოვიდით ინფიცირება 2020 წლის თქვათ აპრილში, მაისში, ივნისში, ივლისში, აგვისტოში, შეიძლება სექტემბერში ან ოქტომბერშიც, მაგრამ არა 2025 წლის აგვისტოში. არ და რეალურად ერთი და იგივე ფაქტია, ხო, ერთი და იგივე ინფექციით დაავადება არის. ამიტომ პოსტტრაუმული აშლილობა არის, ეს არის მკვეთრად გამოხატული სიმპტომები, ძალიან
ტრავმასთან და არა სტრესთან და რომელიც საკმაოდ სერიოზულ გამოხატულ დისონანსს იწვევს, ეს არის ქრონიკული პრობლემა და ძალიან სერიოზული მიდგომა და ჩარევა საჭირო და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი რთული გამოწვევა ჩვენს სფეროში. კი ბატონო და იცით რა მაინტერესებს ჩემი როგორც არამედიკოსის თვალით და ჩემნაირი მომროვი ადამიანის თვალით PTSD ასოცირდება უფრო რაღაც სამხედრო სამსახურში მყოფ ადამიანების ასე ვთქვათ ტრავმებთან მოდი ასე დავარქვათ მაგრამ რეალურად თქვენი საუბრიდან გამომდინარე ესე არ არის ეს ბევრი სხვადასხვა ფაქტორი შეიძლება იყოს თუმცა როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობ ჩემი აზრით გამორიცხული არ ვახსენოთ ის რომ ჩვენ ომგამოვლილი ქვეყანა ვართ და ყოველთვის ამ რისკების ქვეშ ვართ ხოლმე და შესაბამისად ის სამხედრო პერსონალი რომელიც ჩართული იყო ომში საბედნიეროდ გადარჩნენ მაგრამ მიიღეს ეს ტრავმა რეალურად ხო მათი ინტეგრაციის საკითხი თუ არის დღევანდელი რაღაც ჯანმრთელობის პროგრამებში ასახული მათი ინტერესები მათი ჯანმრთელობა და რამდენად საშიში არის რომ ამ ადამიანებმა რომლებმაც ეს ტრავმა გაიარეს და მიიღეს დარჩათ ხო და არანაირი მკურნალობა არ გაიარეს აქედან გამომდინარე რამდენად საშიში არის ეს დანარჩენი საზოგადოებისთვის კარგი უყურეთ რა შეესაქმე თქვენ ახლა ჩემთვის ძალიან სენსიტიურ თემას ვიადებთ თორე არა სამეცნიერო მიმართულებით არამედ უკვე თითო სერვისების შექმნის მიმართულებითაც ანუ 2014-2017 წლებში ანუ მე მოვაწევდი თავდაცვის სამინისტროში და ეგრეთ წოდებული სამხედრო ფსიქიკური სერვისები, რომელიც მანამდე საბჭოთა მოდელს ეფუძნებოდა და რეალურად არ არსებობდა, ანუ მე ჩემ გუნდთან ერთად შევქმნით ეს და თავდაცვის სამინისტროში შეიქმნა ეს პროექტი, იმის მერე ფუნქციონირებს და დღესაც არსებობს იქ შესაბამისი უწყება და ამავდროულად და ამავდროულად. რაც შეეხება თქვენ რომ მაინც სამხედროსთან ასოცირდება, ძალიან კარგი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ. ჩვენ გავაკეთეთ სამეცნიერო კვლევა და ეს ძალიან მასშტაბური კვლევა იყო დაახლოებით 300 ადამიანს ეხებოდა, როდესაც შევისწავლეთ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში რა პროცენტს ქონდა პოსტტრაუმული სტრესული აშლილობა და ეს პროცენტი იყო საკმაოდ დაბალი, ეს 2.8%. იგივე კვლევა ჩვენ გავაკეთეთ, როდესაც 2020 წელს ანუ ეს კვლევა ჩატარდა 2014-2015 წლებში და ზუსტად იგივე დიზაინით, ანუ კვლევა იგივე ტესტებით, იგივე ასე ვთქვათ ჩავატარეთ 2020 წელს, როდესაც COVID პანდემია დაიწყო და ეს მოხდა მაისის თვეში და ივნისის ნაწილში, იმიტომ რომ მე უკვე ეს ტრავმა შეიძლება არ ყოფილიყო აღქმული, ამიტომ კონკრეტული იმ დროს შეიძლება და ამ კვლევის ჩატარება მე ვეღარ ჩაატარებ. და აღმოჩნდა რომ 12 თუ არ ვცდები ზუსტად ციფრი არ მახსოვს, 12-ზე მაღალი იყო ეს პროცენტი პოსტტრაუმული სტრესული აშლილობის. ამიტომ ნამდვილად არ არის ეს მარტო სამხედრო მასთან, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაგალითად ფიზიკური, სექსუალური ძალადობა და ამ შემდეგ გაცილებით მაღალ პროცენტში შეიძლება იწევდეს პოსტტრაუმულ სტრესულ აშლილობას. ძალიან საინტერესო რატო იყო ესეთი დაბალი მაჩვენებელი, რასთან არის ეს დაკავშირებული? ეს კი ეს ძალიან საინტერესო თემა იყო და იმიტომ რომ აქ ბევრი ალბათ გენეტიკურ-კულტურალური ასპექტი მუშაობს და ამ შემდეგ ანუ ზუსტად იმიტომ შეიძლება ზოგადად გენეტიკურად ამდენი ოგოები გამოცილება ან იგივე ახლო ისტორიული წარსული ხო ეს ადამიანები ვინც ავღანეთის მისიაში იყო ეს ადამიანების გარკვეული ნაწილი და თუ ისე პატარა ნაწილი იგივე აგვისტოს ომში იყო მონაწილე იგივე შეიძლება თითო სამხედრო სპეციფიკას დაუკავშიროთ იმიტომ რომ თქვათ ტვინის პროცესი კარგად იყო წარმართული რაც მათი ასე თქვათ ფსიქოლოგიური მდგრადობა ქვია ტერმინი ანუ გაზარდა და ამის გამო იყო ძალიან ბევრი ფაქტორია და ეს ალბათ ძალიან სერიოზული და ღრმა კითხვა დასვით ახლა თქვენ ხო ეს არის ალბათ მეცნიერებისაცაც გამოწვევა რომ ასეთ სიღრმეებში ჩახვიდე და კონკრეტულად რაღაც კულტურალური ასპექტებიდან დაწყებული ყველა ასპექტი გაანალიზო და შეადარო რომ აი ქართულ რეალობაში ჩვენს კულტურაში ჩვენს ამ ტერიტორიაზე რატომ მივიღეთ ასეთი შედეგი საინტერესო ალბათ და ალბათ ამაზე ზუსტი პასუხი ჯერჯერობით ანუ ჩვენ და არავის არ აქვს მაგრამ ძალიან საინტერესო იქნება კი მეთახვები ასევე ჩემი წარმოდგენით და მითხარით თუ ვწდები
ესე დილეტანტური წარმოდგენა მაქვს, რომ თუ არსებობს ინდივიდუალური ტრავმა, არსებობს ალბათ კოლექტიური ტრავმაც და არსებობს თუ არა ზოგადად ესეთი ცნება ტრაუმირებული ერის სინდრომი და თუ ვლინდება რამენაირად თაობებს შორის თუ გას. აი, პროდამი კონკრეტულად საინტერესოა. აი, მაგალითად, ეს არ ეხება თქვენს მიმართულებას, თუმცა ადრე რაღაც გადაცემას უსმენდი, სადაც ერთი ექსპერტი ქალბატონი ყვებოდა, რომ თუნდაც ეს ომგადატანილი ადამიანების ტრავმები გადადის პირობდა თაობიდან თაობაზე და შეიძლება ეს მეორე თაობაში უფრო ნაკლებად ვლინდებოდეს, მესამე თაობაში მაინც რაღაცნაირად ჩარჩენილი არის გარკვეული შიშები და გადაეცემათ ამ შთამომავლობას ასევე რაღაც გარკვეული რეფლექსურ დონეზე, გარკვეული ქცევები, რაც უკავშირდება თავდაცვის ინსტინქტს და ასე შემდეგ და მერე უკვე სადღაც მესამე თაობის მერე უკვე თავისუფლდება ადამიანი და შედარებით უშიშარი ხდება თუ თავისუფალი. ხო, ეს რამდენი თაობაში თავისუფლდება არავინ არ იცის, იმიტომ რომ ყურეთ ძალიან ხშირად მაგალითად ადამიანები მოძალადეები ხდებიან, იმიტომ რომ თვითონ იყო ძალადობის ხორბლი. ხო? ერთ შეხედვით რო შევხედავთ ამას ლოგიკურად, ანუ ადამიანი რომელიც იყო ძალადობის ხორბლი, მაგალითად ბავშვობაში ოჯახის წევრის მხრიდან, ანუ პირიქით იცის რა რამდენად ცუდია ეს, ანუ პირიქით არ დააკეთებდეს, ხო ესეა? დიახ. ლოგიკურია, მაგრამ ხშირად ასე არ არის, მეტად შემთხვევაში თვითონ ძალადობის ხორბლი ადამიანები თვითონ ხდებიან მოძალადეები. იმიტომ რომ ამას ბევრი ასპექტია, ეხლა ჩვენ უფრო ფსიქიატრიდან და ჩემი კომპეტენციიდან გავდივართ და უფრო ფსიქოლოგიის სფეროში გადავდივართ, თუმცა გენეტიკურ ნაწილშიც გადავდივართ, იმიტომ რომ ანუ ითვლება, რომ გენეტიკის გარეშე ადამიანი არ არსებობს რა და ჩვენს გვინდა რომ გარე ფაქტორები იყოს მნიშვნელოვანი, გარე სტრესი, გარე ის იმან ასე გითხრა, ეს გარემოება დაძაბული სამსახური, მაგრამ შინაგანი გენეტიკური მიდრეკილების გარეშე ამას პრედისპოზიციებს ოძახით ჩვენ რეალურად არაფერი არ ხდება, იმიტომ რომ 10 ადამიანი შეიძლება გავიდეს თხლად ჩაცმული, ცივ თქვა ამინჩი გარეთ ერთ დაემართოს ყურის ანთება, მეორეს ყურის, მესამეს ხოლა დააწყებინოს, მეოთხეს თქვა შეიძლება პიელონეფრიტი ან თირკმლის ანთება ეგრეთ წოდებული დაემართოს, მეხუთეს საერთოდ არაფერი და მეექვსე შეიძლება თქვა სახსრები. ანუ ის არის სტრეს ფაქტორი, მაგრამ გააღვიძა იქ, სადაც ჩვენ გქონდა მიდრეკილება და სისუსტე. თუ არსად არაფერი არ ქონდა ამ ხრივ, ანუ სიცივესთან და იმუნიტეტთან დაკავშირებით, იმ ადამიანს არაფერი არ დაემართა. ამიტომ ეს არის გენეტიკური ფაქტორები, ძალიან მნიშვნელოვანი და მეორე ფაქტორები, ანუ ის რომ ვიღაცა ადამიანზე ძალადობდა, მის ფსიქიკაში არ ყია. ხო ესეა? ანუ მისი ფსიქიკაში გამოიწვია რაღაცა შეუქცევადი ცვლილებები და ამ შეუქცევადი ცვლილებების გამო მერე ეს ადამიანი, იმიტომ რომ უჭირს ბრაზის კონტროლი და აგრესიის კონტროლი ბუნებრივია შესაბამისად, მერე შეიძლება თვითონ უფრო ადვილად გახდეს, ანუ მოძალადე. ამიტომ ხო, რა თქმა უნდა, თუ ქვეყანაში მოხდა დიდი კატაკლიზმები, რაღაცა ისეთი ფაქტორები, რომლებმაც მასიურად ქვეყანა სადაც დიდ მასშტაბურ ომს გამოიწვევს, ბუნებრივია, რომ მის მოსახლეობა გაცილებით უფრო ანუ მოწყვლადია სტრესზე და ფსიქოლოგიური და ფსიქიკური პრობლემები უფრო მეტი ექნება, ვიდრე თქვათ იმას, რომელსაც ბოლო 100 წლის განმავლობაში მაგალითად შვეიცარია ომი არ ნახია. ხო ეს ჩვეულებრივია. აი ჩემთვის მაგალითად ძალიან საინტერესოა ეს თემა, აი თუნდაც ძალადობა გამოვლილ ადამიანებთან და ადამიანებთან კომუნიკაცია და მათი მენტალური ჯანმრთელობის მართვა და როგორ თქვა, რეაბილიტაციის პროცესი. აი შეგიძლიათ ცოტა პრაქტიკული გამოცდილება ან რაღაც ინფორმაცია გაგვიზიაროთ ამ ნაწილში, როგორ ხდება ეს პროცესი, როგორ იმართება? ხო, აი კომპლექსურია სიტყვა, კარგი და სწორი ახსენეთ, ანუ კომპლექსური უნდა იყოს. იმიტომ რომ ეს ზოგადად ანუ ადამიანი არის ანუ ბიოლოგიური, ფსიქოსოციალური ანუ არსება სამი კომპონენტისგან შედგება და ამიტომ ხშირ შემთხვევაში, როდესაც აი მაგალითი რა თქვი ბრძანეთ, ანუ ხშირ შემთხვევაში ანუ სამივე ფაქტორია ხოლმე გასათვალისწინებელი და მკურნალობის და რეაბილიტაციის პროცესში მარტო თქვა წამალი ამ ფსიქოთერაპია არ არის საკმარისი, არამედ სოციალური რეაბილიტაცია უნდა მოხდეს და ეს ბევრად უფრო მასშტაბური, უფრო ძვირადღირებული და უფრო ძნელად განსახორციელებელია, იმიტომ რაც მეტი ფაქტორი ემატება, უფრო ძვირია ეს და ასე შემდეგ და ამას უკვე
დიდი მასშტაბური პროექტები ჭირდება, პროგრამები და ასე შემდეგ, რომ სამივე კომპონენტი, ანუ ფსიქოსოციალური, ანუ ყველაფერი ერთობლივად იყოს, ასე ვთქვათ, გათვალისწინებული. აი ესეთ გავსწრიბე შემთხვევებში, როდესაც თქვენ ვძადეთ ანუ ძალადობის მსხვერპლი ადამიანებს, ზუსტად ასეთი ტიპი დგომა ჭირდებათ და ზუსტად ასეთი დახმარება საჭიროებენ ეს ადამიანები. ანუ ჩემი აზრით ძალიან საინტერესო უნდა იყოს ეს პროცესი და ალბათ ძალიან გამოწვევებით სავსე და სავარაუდოდ მარცხისთვისაც უნდა იყოს ადამიანი მზად, როდესაც პირობითად თუნდაც სხვადასხვა გადახრების მქონე. არ ვიცი რა ტერმინოლოგიურად რამდენად სწორად ვიძახი, მაგრამ მე ძალიან მიყვარს ხოლმე სხვადასხვა სერიულ მკვლელებსა და მოზალოდეებზე დოკუმენტური ფილმების ყურება და ზუსტად მან ეგ პატერნი ვლინდება თქვენ რაც ახსენეთ, რომ თვითონ იყვნენ ბავშვობაში პირობითად რაღაცა ძალადობის ხმობილი და შემდეგ ამის ტრანსლირებას ახდენდნენ და იმეორებდნენ ამ ყველაფერს, ხო? მაგრამ თქვენ თუ ქონიათ გამოცდილება ესეთ ადამიანებთან ურთიერთობის და აი არ ვიცი რამდენად წარმატებული იყო ეს პრაქტიკა რომ აი ამ ადამიანების არ ვიცი გამოსწორება არ ქვია ალბათ მათი ემპათიის დონე ჩემი აზრით არის უფრო დაბალი ვიდრე სტანდარტული ადამიანების და იმიტომ იქცევიან ასე თუ მათი ფსიქიკა არის ხვანაირად მოწყობილი თუ აი რა იმალება ამ ყველაფრის უკან ცოტა სამედიცინო სიღრმეებში ჩასვლა ალბათ რთული იმიტომ კი არ არის რომ თქვათ არ შეგვიძლია ამის განხილვა ალბათ რაღაც ყოველფრის საჯაროდ განხილვა მაგის ალბათ რეკომენდებულიც არ არის იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფაქტორი მუშაობს თქვათ როდის ხდება ადამიანი უფრო სასტიკი ასე თქვათ სხვა ჯანმრთელობის პრობლემებზე შეიძლება იყოს საუბარი და არა მარტო მენტალურ პრობლემებზე ესმით ანუ სხვა თქვათ ტვინის დაზიანებით სხვა მიმდინარე პრობლემები ნევროლოგიური პრობლემები შეიძლება იყოს ეგ არსებობდეს რომელიც ამაზე გავლენას ახდენდეს ამიტომ ამის დეტალების გამო თავ შევიკავებდი იმიტომ რომ შეიძლება მე მომიწიოს ესეთი დაავადებების ხსენება თქვათ თუნდაც ნევროლოგიური რომელიც შეიძლება ადამიანებს კონდეთ და სულად არ კონდეთ მათ რისკი არანაირი იმის რომ ასე ვთქვათ მოძალადეები გახდნენ და ამიტომ ჯობია რომ ეს ასე ვთქვათ ესე დახურული მათ დარჩეს იმიტომ რომ არ შეიძლება ჩვენ ადამიანები დაავადებებით რაღაც შევაშინოთ ჩვენ მაინც რომ საფრთხეებზე ჩვენ თქვენ საუბრობდით და ასე ვთქვათ მაგას ალბათ უკვე უფრო ჯობია ინდივიდუალური გადაწყვეტა და შეფასება მოხდეს რატო როგორ და ამ შემდეგ იცით რა ეს რადგან მენტალურ ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ ალბათ გამორიცხულია ძილის ნაწილი არ ვახსენოთ ხო რა როლი აქვს ამ ყველაფერს ჯანსაღწილს ასე ვთქვათ მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებით ძილი ალბათ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ანუ ჩვენ იცით რა ჯანსაღი ცხოვრების წესროა მოთხოვე ძირითადად ასოცირდება ხოლმე ანუ ფიზიკურ აქტივობასთან და სწორკვებასთან და ან რაღაც კიდე ვიტამინების მიღებასთან საკვები დანამატების მოდი ასე ვთქვათ რეალურად ესე რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ძილი ყველაზე მნიშვნელოვანი ნომერ პირველ ადგილზე დგას ძილი იმიტომ რომ ჯერ ძილი არის ეს ყველაზე ხშირად არსებული ძილის პრობლემა 100% ძალიან ხშირი მეორე ეს არის პრობლემა რომელიც ადამიანს არა მარტო დაბადებიდანვე კი არა უცხოდ ყოფილა შეიძლება ქონდეს დარღვეული ამიტომ ხშირია ხოლმე რომ ეს შეფასება რომ ექიმო მეს ვასე მძინავს და ეს არის ნორმა ჩემთვის საფერი ნორმა არ არის რომ შეიძლება დაბადებიდანვე ან შვილასაკიდან ან ბავშვებიდანვე იყოს ძილი დარღვეული და ძილი არის მნიშვნელოვანი არა მარტო მენტალურ პრობლემებთან მიმართებაში, არამედ ზოგადად ჯანმრთელობასთან მიმართებაში. იმიტომ რომ ძილღვიძილის ციკლი, ანუ ცირკადულობა ქვია ამას. ეს 80-იან წლებში იყო აღმოჩენილი მეცნიერების მიერ და მეცნიერებს თვალსები 2017 წელს ნობელის პრემია მიენიჭათ, იმიტომ რომ ჩაითვალა, რომ შეიძლება უფრო სხვა კუთხით დიდი აღმოჩენების გაკეთებულა იმ წლებში, მაგრამ 2017 წელს იმიტომ მიენიჭათ, რომ ანუ მედიცინამ კიდევ ერთხელ აღიარა, რომ ძილღვიძილი და ძილი და ეს ცირკადულობა და ეს ციკლი არის ანუ არა მარტო კაცობრიობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ძილის დარღვევები არის ხოლმე საწინდარი. ზოგჯერ ძალიან ბევრი პრობლემის, ანუ ძილის დარღვევები არა მარტო მენტალურ პრობლემას, ენდოკრინოლოგიური და ნაწყვეტებული კარდიოლოგიური, ონკოლოგიური ყველგან ყველაფერში წდება რა. და ეს ალბათ არის მომავლის მედიცინა, ეს მელატონინი, ძილი და ძილის ცირკადულობა, რასაც კიდევ უფრო
კიდევ უფრო აქტუალური გახდება და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. თუმცა ყველაზე შუბი მტერია ხვდებით იცით როგორია რაღაცა თითქოს პირდაპირ არ იწევს. ახლა ჩვენ რაღაცა ძალიან მჟავე საკვები შევწამეთ და კუჭი აქტივდა გუძმარვა დაგმართა რაღაც ხელში რაღაც ჩავირტყი და ეს ტკივილი გვაქვს ეს ძალიან ისეთი კარგი კავშირია რომ მის შედეგობრივად დავინახოთ და ჩვენ ძილით გამოწეული ჯანმრთელობის პრობლემის შედეგს ნაკლებად ვაკავშირებთ ხოლმე უძილობასთან ან ძილის ასე ვთქვათ ხარისხის დარღვევასთან. დასასრულისკენ წავიდეთ ნელ-ნელა და პატარა ბლიც კითხვებს ასე ვთქვათ მივყვეთ. სამი გავრცელებული მითი, რაც გახსენდებათ ფსიქიატრიის გარშემო. რომელიც უნდა დაირყვეს. სამი გავრცელებული მითი, პირველი ეს არის რომ ესე იგი შეიძლება ეს დაავადება გართულდეს და გაგიჟდეს ადამიანს ეს რაღაც არ ხდება. ჩვენ სფეროში ესე იგი შფოთვითი რეგისტრის პრობლემა ან დეპრესიული რეგისტრის არადროს ფსიქოზურ რეგისტრში არ გადადის. მეორე მითი რაც არის რკეტყვით რთულია ეს არის მაგალითად ეგრეთ წოდებული სუბუქი სწავლები და მძიმე სწავლები რომ მაგალითად რაღაც ბალახეული სწავლები არის უფრო უსაფრთხო ბალახეულ სწავლებს შეიძლება უბრალოდ ნაკლებ დოზა შეიცავდეს, თორე ვალერიანსაც ისეთივე დამოკიდებულების გამოწვევა შეუძლია, როგორც მაგალითად ეგრეთ წოდებულ ფსიქოტროპულ, თქვათ, მედიკამენტებს, მაგალითად დიაზეპამს, ახლა არის დამახსენებინა თუ არა არ მისახელი. იმიტომ რომ კი, ბალახი სულაც არ ნიშნავს უსაფრთხოს, იმიტომ რომ ასე თუ მიყვებით ოპიუმის ბალახი, კოკაინის ბალახია, ხო ესეა. და მარიხუანაც და აგერ რაღაც სცენარი რომელიც ჩვენ ეზოში დგას, რომელიც ლამაზად გამოიყურება, მის ფოთოლიც აყვავილი. ანუ შხამის პრინციპია, რა ცოტას გაიკეთებ, ასე ვთქვათ, შეიძლება არასაკმარისი იყოს, მეც გაიკეთებ, მოგწონს და ახლავე ალბათ. და მესამე მითი, ფსიქიატრიაზე, რა ვიცი, ძირითადად ეს ალბათ ისევ ძველ სტიგმას რო დაუბრუნდეთ, ის არის რომ ფსიქიატრი ალბათ ისევ სუბუქი თუ გაქვს მაშინ ჯობია რომ თქვათ ხოლმე ქოდაბძიმე თუ გაქვს ფსიქიატრი ალბათ ეს არასწორი მიდგომა იმიტომ რომ სად როდის ინდივიდუალურად როგორი წამლის საჭიროება არის არ არის ფსიქოლოგის საჭიროება არის არ არის ალბათ სწორად თუ დაგანისაზღვროს და ესეც ასე თქვათ გარკვეულწილად ესე არასწორი მითი და დამოკიდებულება. სიმბოლურად მე სამს ვიტყვი, მაგრამ თქვენ რამდენსაც საჭიროდ ჩათვლით, იმდენი რჩევა რომ დავუტოვოთ აუდიტორიას მენტალური ჯანმრთელობის სიმყარისკენ, ასე ვთქვათ, გზაზე, რომლებია ესენი? ხო, პირველ რიგში მოვაწესრიგო ძილი. რომელ პირველი, მეორე ალბათ რაც არის ის, რომ ყველა რაღაცა ჩივილი არ ნიშნავს დაავადებას და ამიტომ არ შეგვეშინდეს და მესამე არის ლოგიკურად აი სამს რომ მივყვეთ არის ის რომ თუ პრობლემა არის შემაწუხებელი ხედავთ რომ ჩვენს ფუნქციონირებაში გვიშლის ხელს ჩვენი ადაპტაციური მექანიზმები იშლება და რაღაცას ისე ვერ ვაკეთებ და ეს დროში გახანგრძლივდება და ალბათ ჯობია რომ მივიღოთ გადაწყვეტილება და ყოველ შემთხვევაში როგორც მინიმუმ მაგალითად EIS მაინც ვკითხოთ ან სპეციალისტ ვიმართოთ რომ მე სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ. ძალიან დიდი მადლობა მინდა რა თქმა უნდა გადაგიხადოთ სტუმრობისთვის, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია და ძალიან საინტერესო იყო თქვენი სტუმრობა და ასევე მინდა დასასრულს გავაჟღეროთ ინფორმაცია ძალიან სასიხარულო, რომელიც ამ თემით დაინტერესებულ ადამიანებს ფიქრობ ძალიან დაეხმარება. ბატონი გუგა ძალიან მასშტაბურ პროექტს იწყებს, რომლის ნაწილიც იქნება პოდკასტი, სადაც მენტალური ჯანმრთელობის საკითხებზე ისაუბრებს და კომპეტენტური ექსპერტები შესაბამისად მოგაწვდიან სრულფასოვნად ინფორმაციას და თუ შეიძლება ამაზეც რომ 1-2 სიტყვით. ხო, ეს ალბათ მარტო უცხოა და არა მარტო ქართულ სივრცეში ასე ვთქვა თავმაჩემილია ვთქვა პრინციპში ანალოგი ზუსტი და მსგავსი ვერც ვნახოთ ეს არის საუბარი როცა წეგან ჩვენ მულტიდისციპლინარულ მიდგომაზე საუბრობდით ეს შეეხება იმას როდესაც ჩემთან მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტთან ერთად სხვადასხვა სპეციალობის ჯანმრთელობის სხვადასხვა სპეციალობის მაღალი რანგის ექსპერტებთან ერთად განვიხილავთ იმ პრობლემებს, როდესაც
დიაგნოსტიკის თუ მკურნალობის კუთხით ორი სპეციალობის, ანუ ფსიქიატრის და თქვა კარდიოლოგიის, ნევროლოგიის, გასტროენტეროლოგიის და ასე შემდეგ ჩართულობა ერთობლივად არის საჭირო. ეს ეხება იმ პრობლემებს, როდესაც ერთ დაავადებას სჭირდება ორი მიმართულებით სპეციალისტის მართვა და მეორე ვარიანტი, როდესაც ორი სხვადასხვა პრობლემა, რომელიც დამოუკიდებლად შეიძლება სხვადასხვა სპეციალობის იყოს, ერთმანეთთან იყოს მჭიდრო კავშირში და ერთი პრობლემის ვერ მოგვარება მეორე პრობლემის სრულად მოგვარებას, ანუ ხელს უშლდეს და აი აქაც ეს კოლაბორაცია იყოს მნიშვნელოვანი. ასევე მნიშვნელოვანი იქნება, იმიტომ რომ ადამიანებს დაეხმარება იმაში, რომ ზოგჯერ სწორად მოახდინონ ასევე იდენტიფიცირება აი ამ პრობლემის და ეს მასშტაბში აღქმა, რაც მათ პრინციპში გაუადვილებს იმას, რომ თუნდაც ანუ ვის როგორ რანაირად მიმართონ და მათი ჯანმრთელობის პრობლემის მართვა უფრო კომპლექსურად და უფრო სრულფასოვნად განხორციელდეს. დიდი მადლობა, რომ თქვენ ასე თქვა დაინტერესდით ჩვენი ასე თქვათ პროექტით. ეს თითო პროექტს ქვია, ეს არის ექსპერტები მენტალური ჯანმრთელობისთვის. აღწერა იქნება აუცილებლად ბიოში. ეს არის გაცილებით უფრო მასშტაბური პროექტი, ვიდრე ეს არის პოდკასტი, იმიტომ რომ ეს არის კლუბი, ელიტარული კლუბი. საქართველოში და არა მარტო საქართველოში მოღვაწე ექიმების და არა მარტო ექიმების, ეს არის ადამიანების ერთობა, რომლებიც გააკეთებენ ბევრი კუთხით, იმსჯელებენ თუ სამეცნიერო მუშაობას, თუ პედაგოგიურ, თუ საგანმანათლებლო ჩაატარებენ იმისათვის, რომ საქართველოში მენტალური ჯანმრთელობა კიდევ უფრო დაიხვეწოს და კიდევ უფრო ეფექტური და ნაკლებად სტიგმატიზირებული იყოს თუნდაც და მისი ერთ-ერთი ნაწილი არის ეს პოდკასტი, რომელიც ზუსტად იქნება ეს დიალოგები, მსჯელობა ექსპერტებს შორის, რომლებიც ყველასთვის გასაგებენაზე იქნება ჩემი აზრით საინტერესო როგორც ექიმებისთვის, ასევე ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, არაექიმი მაყურებლის და მსმენელისთვის და ვფიქრობ, რომ ძალიან და იმედი მაქვს, რომ ბევრ საინტერესოს და სასარგებლოს მოვყვებით. ძალიან დიდი მადლობა, როგორც აქ ყოფნისთვის, ასევე რა თქმა უნდა, თქვენ მიერ შეტანილი წვლილისთვის ჯანმრთელობის, მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებითაც ჩვენს ქვეყანაში გიკეთებიათ. რაც შეეხება დაინტერესებულ აუდიტორიას, ვეტყვი, რომ აუცილებლად იქნება არხის ბმული ვიდეოს აღწერაში, ასე რომ აუცილებლად გადადით და დაელოდეთ სიახლეებს ბატონი გუგასგან. მადლობა. მადლობა თქვენ.